ბიზნეს კონტაქტს უკვე პირდაპირ ეთერში ჩაერთვება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ბატონი თემურ გუგულია. ბატონ თემურ, მოგესალმებით, სტიმალობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ ბიზნეს კონტაქტში მონაწილეობის მიღებისთვის. მინისტრის ციტატა მინდა მოგიყვანოთ ბატონო თემურ, ანუ ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის იქნება შემაძწუნებელი და შემაწუხებელი, ეს სიტყვები ეკუთვნის მინისტრს. კონკრეტულად რა კეთდება ამისთვის, რომ ეს ჯარიმები და სანქციები იყოს მკაცრი და გამკაცრებული? მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩართვისათვის. მივესალმებით თქვენ მაყურებელს, ძალიან მიხარია რომ ბიზნეს კონტაქტი იწყებს ახალ სეზონს, რადგან ჩვენი ტრადიციული პარტნიორია და იმედი გვაქვს რომ კლავაც გვექნება საშუალება. თქვენ დღეს ანონსებში ახსენეთ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები, თუმცა მინდა გითხრათ რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება დღეს. ეს არის გარემოს დაცვითი პოლიტიკის შეფასების ფორუმი, რომელსაც ესწრება ძალიან ბევრი უცხოელი ექსპერტი. ამიტომ მინდა გითხრათ რომ ჩვენც გვაქვს ძალიან საინტერესო ღონისძიებები ამ კუთხით. ახლა დავუბრუნდეთ თქვენ კითხვას. პირველ რიგში მოგეხსენებათ რომ დაბინძურების თემა ძალიან აქტუალურია ზოგადად დღეს ქვეყანაში. ამ თემაზე პრემიერმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება და ჩვენ რა თქმა უნდა ვეხმაურებით ამ ინიციატივას. მნიშვნელოვნად გვაქვს სურვილი გარდაუქმნათ ნარჩენების საკითხზე მუშაობის პრინციპები და ერთი, მაგრამ არაერთადერთი მიმართულება არის ამ კუთხით ჯარიმების საკითხი. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარემოს დაცვითი კუთხით საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ჯარიმების. კი ბატონო, ბატონო თემური, ინფორმირებულობის კუთხით და ინფორმირების კუთხით და ასევე სანქციების კუთხით ოდნავ მოგვიანებით გითხავთ, თუმცა მანამდე მაინტერესებს იმ ინტერაქციული რუკის შესახებ, რომელიც სამინისტრომ შეიმუშავა და ამ რუკაზე მონიშნულია როგორც ვიცი ლოკაციები და მასშტაბები, სად არის თუ სად არის ყველაზე დიდი დაბინძურება. რა გვაჩვენა ამ ლოკაციებმა ბატონო თემურ? ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს დაბინძურების წყაროებს. მინდა გითხრათ რომ დაბინძურება ორი სხვადასხვა კუთხიდან ხდება მონიტორინგი. ერთი ეს არის ტიპიური საყოფაცხოვრებო დაბინძურება, რომელსაც მოსახლეობა სამწუხაროდ ახორციელებს. მეორე ეს არის ინდუსტრიული დაბინძურება, რომელიც გაცილებით უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანია. ჩვენ დღეს ძალიან აქტიურად ზრუნავთ იმაზე, რომ შემცირდეს ორივე მიმართულებით დაბინძურება, განსაკუთრებით ინდუსტრიულ დაბინძურებაზე გვაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, რაც პერმანენტული მონიტორინგის საფუძველს გვაძლევს. რაც შეეხება ახლა კონკრეტულ წერტილებს, სამწუხაროდ საქართველოში გლობალურად არსებობს დაბინძურების პრობლემა. ეს პირველ რიგში ეხება წყალსატევების მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ეს ძალიან თვალსაჩინოა დიდ ქალაქებში და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია შედარებით მცირე დასახლებებში, სადაც უბრალოდ დასუფთავების სისტემები არ არსებობს. კი ბატონო, ეს პრობლემები რა თქმა უნდა ჩვენთვის ნაცნობია. ბატონო თემურ, აქვე საწარმოების შემოწმებაზე მინდა გკითხოთ, ანუ კონკრეტულად რა აჩვენა საწარმოების შემოწმებამ, რომელი კომპანიები და რომელი საწარმოები არიან შემჩნეულნი იგივე გარემოს დაბინძურებაში? კონკრეტული საწარმოების დასახელებისგან თავს უბრალოდ იმ მიზეზით შევიკავებ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ საიტზე ქვეყნდება და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ მონიტორინგი არის პერმანენტული, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რესურსები შეუზღუდავი არ არის და ამ კუთხით ჩვენ არაერთხელ მიმართეთ ფინანსთა სამინისტროს, რომ მომავალ წელს მაინც შევძლოთ ოპერატიული ჯგუფების დაფინანსების და მათი რაოდენობის გაზრდა. თუმცა ამ არეალზე მინდა გითხრათ ასევე ოპერატიული ჯგუფების ჭრილში ბატონო თემურ, ანუ სანქციების ჭრილი მაინტერესებს, ანუ რა სახის სანქციები დაწესდება იგივე იმ საწარმოების და თუნდაც იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შემჩნეულნი იქნებიან გარემოს დაბინძურებაში? მოგახსენეთ, პირველ რიგში დავიწყოთ ტიპიური ბანალური ქუჩის დაბინძურებიდან. ჩვენ ვთვლით, რომ უნდა გაიზარდოს არსებითად ჯარიმები, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ პარლამენტთან გვექნება აქტიური კონსულტაცია. ჩვენი შეთავაზება არის, რომ ქუჩაში მცირე ზომის ნაგვის გადაგდება იყოს 80 ლარი ჯარიმა, მანქანიდან გადაგდება იყოს 100 ლარი და დაახლოებით ანუ მცირე ზომის დაბინძურება და 100 ლარის ფარგლებში. ახლა რატო ვფიქრობთ, რომ 100 ლარი არის ადეკვატური? იქ შემთხვევაში ჯარიმის დაწესებისას გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება რაღაც გარემოებამ განაპირობოს ამ წესის დარღვევა, მაგალითად სიჩქარეზე აჭარბებაში არის რაღაც ობიექტური შემთხვევები. ბატონო თემურ, აქვე მაინტერესებს ადმინისტრირებას ვინ განახორციელებს? დაბინძურებას ვერ გავუგებ, ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა რომ ბოლომდე მათვევეთ. ადამიანი, რომელიც აგდებს ქუჩაში ნაგავს, იმას ახსნა არა აქვს, ანუ ვერანაირი ლოგიკური, გონივრული რა თქმა უნდა, ეს მორალური პრინციპია. ბატონო თემურ, რაშიც აბსოლუტურად გეთანხმებით. ბატონო თემურ, ადმინისტრირებას ვინ განახორციელებს?
განახორციელებს, ანუ ინსპექტირებას ვინ განახორციელებს, მაინტერესებს მოხდება თუ არა კონკრეტულ უწყებებთან კოორდინაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ სამი ძირითადი უწყება უნდა იყოს ძალიან აქტიურ კოორდინაციაში. პირველი ეს არის ბუნებრივია გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახური. ჩვენ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ საპატრულო პოლიციასთან, რომელიც ასევე ჩართული იქნება და ყველა თვითმმართველობაში არსებობს თავისი ზედამხედველობა, რომელიც ასევე ჩართული არის. ანუ სამი უწყება, სამი სხვადასხვა უწყება, თბილისის შემთხვევაში ეს იქნება შესაბამისად ზედამხედველობის სამსახური, სხვა თვითმმართველობებში თავთავისი სამსახურების სამი ტიპის უწყება იქნება ჩართული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ფართო მოცვა გვექნება ამ კუთხით და სერიოზულად შევძლებთ დავაკონტროლოთ მდგომარეობა. ბატონო თემურ და ჩემი შემაჯამებელი შეკითხვა, ეს არის ბიზნეს კონტაქტის ტრადიციული კითხვა, რომელიცაც სხვადასხვა უწყებებს კომპეტენციის ფარგლებში მიმართავთ. მინდა თქვენ გკითხოთ, თქვენი სამინისტრო უშუალოდ რას აკეთებს ბიზნესის ხელშესაწყობად? ძალიან ცოტა იცის ქართულ საზოგადოებაში, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო არის საკვანძო სამინისტრო ეკონომიკურ ბლოკში და მოგახსენებთ მარტივად რატომ. პირველ რიგში სამინისტრო გასცემს ლიცენზიებს ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე და ქართულ ეკონომიკაში ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული ბიზნესის წილი არის ძალიან დიდი. მეორე, ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ, რომ ხელი არ შეუშალოთ მოქმედ ბიზნესს განვითარებაში და ძალიან აქტიურად მაგალითად ენერგეტიკის სამინისტროსთან კოორდინაციაში მუშაობთ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განხორციელებაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვართ ორიენტირებული მომავალზე, გრად განვითარებაზე, ამიტომ ყოველ დღე ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ქართული ბიზნესი გაიზარდოს სწორი მიმართულებით, გრადი მიმართულებით. ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ენერგოეფექტიანობა, განახლებადი ენერგიები აქტიურად იქნეს აქცენტირებული ბიზნესის მხრიდან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენი სამინისტრო არის საკვანძო ქართული ეკონომიკის სწორი გრადი განვითარებით მიმართულების აღებაში. კი ბატონო, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონო თემურ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაყურებელს შევახსენებ ბიზნეს კონტაქტის